მოგესალმებით, როგორც დაგკვირდით მოგიმზადეთ ვიდეო მასალა თემაზე, ხმოვანი წიგნის შექმნა AI-ის გამოყენებით და წიგნის ვიდეოდ გადაქცევა. ჩვენ გამოვიყენებთ ორ ხელოვნურ გენერატორს Gemini AI-ის, რომლითაც ჩვენ შევქმნით ხმოვან ელექტრონულ წიგნს და Grok AI-ის, რომლითაც ვიდეო შევქმნით და შემდეგ ვიდეოებს გადავაქცევთ ერთ მთლიანობად, რადგანაც Grok-ში კეთდება 6-8 წამიანი ვიდეოები და ჩვენ თუ მთლიანი ვიდეო გვინდა 2 წუთიანი და ასე შემდეგ გრძელი ვიდეო, ხანგრძლივი ვიდეო გავაკეთოთ, დაგვჭირდება მისი გამთლიანება. მაგრამ მანამდე სანამ ახსნით ნაწილზე გადავალ, მოდი გავიხსენოთ და შევაჯამოთ რა არის ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი ეს არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი კომპიუტერული სისტემების შექმნას, რომელსაც შეუძლიათ ადამიანის მსგავსი ინტელექტუალური ამოცანების შესრულება. ეს არის კომპიუტერის უნარი, იფიქრონ და ისწავლონ ადამიანებივით. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ციფრული ტვინი, რომელიც ჩვენს დასახმარებლად შეიქმნა, მაგრამ მთავარია, რამდენად სწორად შევძლებთ მის გამოყენებას. რა გენერაციული AI პლატფორმები არსებობს? არსებობს ტექსტის გენერირება, ვიდეოს, ფოტოს, მუსიკის, პრეზენტაციის, ცხრილების და დიაგრამების გენერირება, რომელსაც ჩვენ თანმიმდევრულად ნელ-ნელა განვიხილავთ. სხვადასხვა გაკვეთილზე. რა უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობისას? პრომპტი, ანუ დავალება, სწორად დავალების დაწერა. რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი პრომპტის დაწერა? რა არის ცუდი პრომპტი? ცუდი პრომპტი არის მაშინ, სადამე დამიწერე ზღაპარი. რა არის კარგი პრომპტი? დამიწერე მოკლე სასაცილო ზღაპარი კატაზე, რომელიც კოსმოსში გაფრინდა და იქ ყველი იპოვა. ანუ, რაც უფრო ზუსტია პრომპტი, მით უფრო ჭკვიანია ხელოვნური ინტელექტი. მნიშვნელოვანი რჩევები ტექსტურ გენერატორებისათვის. ანუ რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ დავალება სწორად გვიპასუხოს, დავალებაზე პასუხი სწორი იყოს. პირველი პერსონალიზაცია. ანუ ვეუბნები მოიქეცი ისე, როგორც პროფესიონალი კომპიუტერული ტექნოლოგიების მცოდნე. ან წარმოიდგინე, რომ შენ ხარ პროფესიონალი ექიმი, ანუ თუ ჩვენ თავდაპირველად ამ წინადადებას მივწერთ, ის უკვე მიხვდება, რომ პროფესიონალის დონეზე ზუსტად იმ პროფესიებში, იმ ბაზებში ეძებოს ინფორმაცია, რომელიც მე მჭირდება, რასაც მე მივწერ. ამიტომ სარობის ალბათობა იქნება ძალიან მინიმალური. შემდეგ ვეუბნებით იდეას. ანუ რა იდეა მაქვს, მაგალითად, დამიწერე პრეზენტაცია თემაზე და ვუთითებთ თემას აუცილებლად. შემდეგი, სამიზნე აუდიტორია უნდა გავითვალისწინოთ. აუცილებლად ვეუბნები ვისთვის მინდა თემა, ვინ უნდა ნახოს, ან ვინ ვარ მე, მაგალითად მე-6 კლასელი მოსწავლისთვის გასაგებ ენაზე. შემდეგი, საკითხის სტრუქტურა, აუცილებლად უნდა მივუთითო, რა მინდა, თუ მინდა თემა, ანუ ესე 5 სიტყვიანი მინდა, თუ კითხვარი მინდა 10 კითხვიანი, რომელშიდაც 3 სწორი პასუხი იქნება, არასწორი პასუხი, ანუ რა მინდა კონკრეტულად უნდა მივაწოდო სტრუქტურა თემის. გაითვალისწინეთ, რომ მას არ უყვარს ბრძანებები, ესაუბრეთ ისე, როგორც თქვენ საუკეთესო მეგობარს ესაუბრებით. კარგით, მოდი დავიწყოთ და შევეხოთ Gemini AI-ის, რომელიც ახლა უნდა გამოვიყენოთ. Gemini AI ეს არის Google-ის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი. წარმოიდგინეთ ის როგორც თქვენი სუპერ ასისტენტი. Gemini AI შეგიძლიათ კითხოთ ნებისმიერი რამ, დაწყებული იმით, თუ როგორ მოამზადოთ პიცა, დამთავრებული იმით, რომ აგიხსნათ ფიზიკის რთული კანონი, მას შეუძლიათ თქვენთან ერთად იმსჯელოს და ახალი იდეები მოგაწოდოთ. Gemini AI-ის შესასვლელ ლინკებს დავდებ აუცილებლად აღწერაში და ყველა პლატფორმას, რასაც გამოვიყენებ, აღწერაში დავდებ. ოღონდ ერთი გაითვალისწინეთ, ნებისმიერ ონლაინ სივრცეში შესასვლელად აუცილებელია, რომ დარეგისტრირდეთ. მე რადგანაც ახლა დარეგისტრირებული ვარ, პირდაპირ შემიყვანა და თქვენ დაგჭირდებათ ელექტრონული პოსტები. Sign in გამოგიჩნდებათ მაღლა ველში, მასზე დაწყაპებით, შეიყვანთ თქვენს მონაცემებს, ელექტრონულ პოსტას, პაროლს და შეხვალთ პლატფორმაში ძალიან მარტივად. და გამოგიჩნდებათ ესეთი ველი, სადაც მარცხენა მხარეს არის ჩათი, სადაც მიმოწერა უნდა გავაკეთოთ, არის ბოლოს მიწერილი ინფორმაციები,
ახალ ჩატში მისაწერად ჩვენ ვიქცევით ასე, თუ მე ინფორმაციას ვწერ მათემატიკის თემაზე, რომ მათემატიკაში დამეხმაროს, ვწერ ერთ ჩატში, მაგრამ მე თუ მინდა ეხლა ქართულის დავალება დავავალო, ამისათვის უნდა გავხსნა ახალი ჩატი, რომ მას აზრები ერთმანეთში არ აერიოს. ეს გავითვალისწინოთ ჩატებთან დაკავშირებით. ეხლა შევეხები უკვე ჩვენს ელექტრონულ წიგნს, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და მარცხენა ჩამონათვალში დამატებული გექნება storybook-ი ფუნქცია, ანუ ამბის შექმნა. თუ storybook-ი დამატებული არ გაქვს, საკმარისია ჩაუწეროთ ჩატში, რომ შემიქმენი storybook-ი და ის აუცილებლად დაგიმატებთ მარცხენა მხარეს storybook-ს. თუ არ დაგიმატებთ, და აქ აუცილებლად არის ჯემსები, ჯემსებს აწკაპებთ, გამოსულ ჩანართში გამოგიჩნდებათ storybook-ები და აჭერთ storybook-ს. ეხლა რას და როგორ ვწერთ storybook-ს? აქ უნდა შეგვიქმნას მან წიგნი და გაითვალისწინეთ ერთი რამ. თუ მე დავალებას, ანუ პრომპტს მას მივწერ ქართულ ენაზე, ის გამიკეთებს წიგნს, მაგრამ არ გამიხმოვანებს. ასევე არ დაურთავს ილუსტრაციებს. ვნახოთ წინ მანამდე შექმნილი მაგალითად ესეთი წიგნი, რომელიც უკვე შექმნილია და თქვენ ხედავთ, რომ უკვე გახმოვანებულია ამ პრომპტის მიხედვით. გახმოვანება აქვს მაღლა და ერთი წინადადება ნინოს სკოლის მერთან იჯდა. ნახე, ხედავთ, რომ გახმოვანებულია, ანუ საბოლოო პროდუქტი უნდა მივიღოთ ეს. ინგლისურად, რადგანაც უკვე გამზადებული მაქვს. კოპირებას გავუკეთებ და პირდაპირ ჩავუგდებ storybook-ს. ოღონდაც, ნახეთ? არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად უნდა დაუწეროთ შექმენი ამბავი ქართულად და გაახმოვანე. ეს სიტყვები აუცილებლად დაუწერეთ, თორემ შეიძლება ინგლისურად გაგიკეთოთ და არც გაგიხმოვანოთ. გადავიდეთ და მივცეთ გავაგრძელოთ. ანუ მან დაიწყო უკვე წიგნის შექმნა, ერთ წუთში, ზუსტად ერთ წუთში ექნება უკვე წიგნი გაკეთებული. როგორც ხედავთ, მან უკვე შექმნა წიგნი, ციფრული ჩრდილები და ახალი დასაწყისი. მაგრამ როგორც ხედავთ, წიგნი არ გამიხმოვანა. ამისათვის, რომ წიგნი გამიხმოვანოს, დავათვალიეროთ ჯერ წიგნი. ხედავთ, რომ არის ასევე დასურათებული, ილუსტრირებული და ქმნის 10 გვერდიან წიგნს. მაგრამ ხდება ისე, რომ პირველ ჯერზე არ ახმოვანებს. მოდი, აი მარცხენა მხარეს მას აქვს რედაქტირების რეჟიმი. მოდი, მივწეროთ ხელთავიდან, რომ ჩართოს გახმოვანება წიგნისთვის. ამიტომ დავწეროთ ტექსტი, ჩავუსვავ რედაქტირების რეჟიმში. ჩავუსვი და ვუგზავნი. ის იწყებს ხელთავიდან წიგნის გენერირებას. როგორც ხედავთ, უკვე დაემატა გახმოვანების ფუნქციაც. დავაჭიროთ. სადაც ავტორიც არის მითითებული, თუ ხედავთ. ანუ, აღარ მოგაწყენთ ამ წიგნის კითხვით თავს, დავინახეთ უკვე, რომ წიგნი შეიქმნა და როგორ ვიქცევით შემდეგ. გამოვთოთ. თუ გვინდა, რომ წიგნი გავაზიაროთ, ნახეთ, storybook-ებში ყველა წიგნი, რომელიც შექმნილია, ემატება აი ამ ველში. წიგნის გადასაგზავნად ან ჩამოსატვირთად, ჩამოტვირთვა ხდება PDF ფორმატში, ან გასაზიარებლად თუ გვინდა, რომ ვინმეს გადაუგზავნოთ, ვაწვევით გაზიარებას, ან გავაზიარებთ Facebook-ზე, ნებისმიერ პლატფორმაზე, ან ბმულს დავაკოპირებთ და ვისაც გვინდა, გაუგზავნით იმას. მას ჩვეულებრივ შეუძლია გახსნას ჩვენი წიგნი და წაიკითხოს. შემდეგი, ეხლა როგორ მოვიქცე იმისათვის, თუ მე ამ წიგნისგან მინდა რომ შევქმნა ანიმაცია. ამისათვის ყველაზე მარტივი ხერხი არის ის, რომ მოვსქრინო მაგალითად პირველი ყდა. მოვჭრა. ამისათვის მე გამოვიყენებ snipping tools, რომელიც ყველა კომპიუტერში არის ჩაშენებული
თუმცა კლავიატურაზედაც არის მოჭრის ფუნქცია, რომ სურათი მოჭრა, ანუ შენთვის სასურველი კადრი მოჭრა. მე ახლა გამოვიყენებ snipping-ს. დავაკოპირებ ამ ყდის სურათს კოპირებით. თუ შენახვა დაგჭირდებათ ვინახავთ save as-ით დესკტოპზე, მე ამ წუთში დავაკოპირებ და გავუგზავნი ვიდეოს გენერატორს, რომელსაც ქვია Grok AI. პირდაპირ გადავდივარ Grok-შიდაც და როგორც სხვა ნებისმიერ გენერატორს, ამასაც ჭირდება დარეგისტრირება, რომ შეგიქმნათ ვიდეო და image-ინი აი ამ ფუნქციაზე, ბოლოში უჩნდება ესეთი ველი, სადაც დავუწერ ტექსტს. მაგალითად, ესეთი იდეა მაქვს, რომ ეს წიგნს რომ აწერია ციფრული ჩრდილები და ახალი დასაწყისი. აი ეს გამიკეთოს, დამიწეროს ციფრული ჩრდილები. გახმოვანე წიგნი ქართულად. ციფრული ჩრდილები და ახალი საწყისები. და ჩავუგდებ Ctrl-V იმ ჩემს მოჭრილ სურათს. უკვე წავიდა გენერირებაზე და ვნახოთ რას იზავს. ნახეთ, ჯერ მხოლოდ სურათი გააცოცხლა. მოდი ახლა ხელთავიდან მივწეროთ. ჩამოვტვირთოთ ეს სურათი, ამ სურათის ჩამოტვირთვა ხდება ჩამოტვირთვის ღილაკით. ჩამოვტვირთ ეს სურათი. მოდი ისევ მივწეროთ. გახმოვანე ქართულად. ბიჭის ხმით. არა, მთხრობელის ხმით, იმიტომ რომ ყდა არის, ხო? გახმოვანე ქართულად, მთხრობელი ამბობს. მთხრობელი ამბობს. ციფრული ჩრდილები და ახალი საწყისები. გავგზავნოთ. მე ახლა მხოლოდ ამ ორ ვიდეოს ჩამოვტვირთავ და გასწავლით გამთლიანებას, თუ კომპიუტერთან ზიხართ და კომპიუტერით მუშაობთ. ნახეთ, გაახმოვანა და ჩამოვტვირთავ ამ ვიდეოსაც. ანუ ორი ვიდეო მაქვს ამ ეტაპზე. თქვენ შეგიძლიათ ასე შექმნათ რამოდენიმე ვიდეო. თუ ხმა არ მოგეწონებათ, იმ ხმას გაქიშავთ და თქვენი ხმის დადება შეგიძლიათ. ეხლა უბრალოდ გადავალ ჩვენს უკვე ნაცნობ მარტივ პლატფორმაზე, რომელსაც ქვია პროგრამა PowerPoint-ი და PowerPoint-ის საშუალებით შევძლებ, რომ გავამთლიანო ვიდეოები და გადავაქციო ერთ მთლიან ვიდეოდ. ჩავხურავ ამ ყველაფერს და გავხსნი PowerPoint-ს. თუმცა თქვენ შეგიძლიათ თუ ტელეფონით მუშაობთ, ეს ყველაფერი გააკეთოთ ნებისმიერი ტელეფონის აპლიკაციაში, ჩამოტვირთვის შემდეგ გამოიყენოთ ნებისმიერი ტელეფონის აპლიკაცია, CapCut-ი თუნდაც, InShot-ი, Viva Video და უამრავი ტელეფონის აპლიკაციები არსებობს, რომელსაც გამოიყენებთ. მე ახლა რადგანაც კომპიუტერთან ვზივარ, გამოვიყენებ კომპიუტერის ყველაზე მარტივ უფასო პლატფორმას, უпростоრად პროგრამას და პირველ რიგში ამის ფურცლის ზომას დავარეგულირებ. დიზაინში გვაქვს ზომები, იმიტომ რომ მე რო ახლა აქ პატარა ვიდეო ჩავსვა და ამ ხელაზე გავწელო, სურათი დაკარგავს ხარისხს. ამიტომ შემიძლია ფურცელი დავაპატარაო თვითონ. აი აქ ზომებში ჩაუწერო მინდა თუნდაც ერთი კონდეს სიგრძეს და ერთი სიგანეც და დავაწყაპო შუაველს და მივიღებ ასეთ ფურცელს. შემოვიტან ახლა insert ვიდეოდან იმ ჩამოტვირთულ ვიდეოს. აქ მაქვს ერთი ვიდეო და ჩამოვტვირთავ. მეორესაც შემოვიტან insert ვიდეოთი. და გვაქვს უკვე ორი ვიდეო. გვაქვს მეორეც. აი ეს ორი ვიდეო მაქვს პირობითად. ეხლა როგორ ვიქცევი? პირველ რიგში უნდა მოვნიშნო ვიდეო და
playback-იდან უნდა მივთითო, რომ ჩემი დაწყაბების გარეშე დაიწყოს და ჩავრთოთ და დაიწყოს მაშინვე, ასევე მივთითოთ მეორე ვიდეოსაც playback-იდან, რომ ავტომატურად დაიწყოს. ასევე უნდა მივთითოთ transition menu-დან, რომ დაწყაბება არ დაჭირდეს და როგორც კი სლაიდი დაამთავრებს საუბარს, გადავიდეს მეორეზე ავტომატურად. ცალ-ცალკე რომ არ ვაკეთოთ თითოეულზე, A-Fleet Walls ჩაურთავთ და ყველაზე გავრცელდება ეს ფუნქცია, რამდენი ვიდეოც მაქვს. ამის შემდეგ ჩვენ ვიცით და ცალკე ვიდეოც მაქვს ჩაწერილი ამის შესახებ, თუნდაც როგორ გაახმოვანოთ PowerPoint-ში თუ არ იცით ვიდეოები, დაწვრილებითი ვიდეო მაქვს PowerPoint-ზე. ახლა უბრალოდ გეტყვით როგორ გადავაქციოთ ვიდეოდ PowerPoint-ში ჩაყრილი სურათები ან ვიდეოები. Save ესე დაწყაბებით დესკტოპზე გადავდივართ და ტიპებში ვუთითებთ Windows Media Videos. Desktops ვუთითებთ, Saves ვუთითებთ და აი აქ აივსება, ეს ველი რომ აივსება, უკვე ვიდეო მზად იქნება. გაითვალისწინეთ, რაც უფრო დიდია, ბევრია სლაიდების რაოდენობა და ვიდეო, მით უფრო მეტხანს უნდება ატვირთვას. ეხლა ძალიან სწრაფად შეივსება. დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ გამოიყურება ჩვენი ვიდეო პროდუქტი. ანუ გადაებმევა ერთმანეთზე. სანამ აივსება ხმის დადებაც თუ მოგვინდება, მაგალითად შეგიძლიათ რომ ამის ხმას ჩაუწიოთ, იმიტომ რომ ზოგჯერ ხელოვნური ინტელექტის ხმა არ არის ემოციური და თუმცა თუ დავალებაში მივწერთ რომ იყოს ხმამაღლა, გაიცინოს და სხვადასხვა ემოციას ჩაურთავთ, ის გააკეთებს ემოციას, მაგრამ მაინც უფრო სასურველია რომ ჩვენი ხმით გახმოვანდეს, ამიტომ record slideshow-ში გვაქვს ჩვენ ხმის დადება, ასევე გვაქვს insert audio-დან ხმის დადება და რომელიმე ფუნქციით გამოიყენეთ შექმენი წიგნები PowerPoint-ით, იმიტომ არის კარგი. ჯერ ერთი უფასო არ ჭირდება რეგისტრაცია ბავშვებისთვის მარტივია და ასევე თუ ტელეფონის აპლიკაციებიდან ნაპირები ეჭრება და უფასო ვერსიაში ძალიან ვიწრო ვიდეოს აკეთებს, PowerPoint-ის გამოყენებით ის უკვე მთლიანი ვიდეოს ვიზუალურად ვიდეოს გავს და ეს არის უფრო საინტერესო. უკვე შეიქმნა ამასობაში, გამოვთავ და ვნახოთ დესკტოპზე ჩვენი ვიდეო. აი ესე გამოიყურება ჩვენი ვიდეო უკვე და გავხსნათ. აი ვიდეოს ლოგო აქვს. ნახეთ როგორ გადავიდა სლაიდზე და შეიქმნა ერთი ვიდეო.